გამარჯობათ, მე ვარ ირაკლი ქოქრაშვილი, Stormberger Studios ერთ-ერთი დამფუძნებელი. Game developer-ი, ასე ვთქვათ, ესეც ცალკეული პროფესია განყენებულად არ არსებობს. ამ პროფესიას აქვს ორი სახე, კრეატიული და ანალიტიკური. ორივე ერთად არის გაერთიანებული. და ბალანსი უნდა იყოს, რომ კარგი პროდუქტის შექმნა და კარგი თამაში გააკეთო. ეს საკმაოდ კომპლექსური პროდუქტია და აქ საჭირო არის, როგორც ვთქვათ, საუნდ დიზაინერი, პროგრამისტი, ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი, ფიზიკოსი, ქიმიკოსი, მუსიკოსი, სცენარისტი და სხვადასხვა, რომელსაც მთლიანი თამაშის ხედვა აქვს და მიყავთ მთელი გუნდი ერთი საერთო მიზნისკენ. პირველი აკეთებ პროტოტიპს. პროტოტიპი ძალიან მარტივია, შეიძლება პერსონაჟი არ ყავდეს და უბრალოდ კვადრატი დარბოდეს, მაგრამ ეს განახებს, ვთქვათ, თამაში რამდენად სახალისოა, რამდენად თამაშებადია. ანახებ მე მეგობრებს, ახლობლებს, უცნობ ადამიანებს და აკეთებ იმათ რეაქციებს, თუ ხედავ რომ ამ თამაშს აქვს პოტენციალი, მე შეუძლია, ასე ვთქვათ, პროდაქშენში გაუშვა და დაასრულო და გამოუშვა. ამ პროფესიას აქვს ორი სახე, კრეატიული და ანალიტიკური. ორივე ერთად არის გაერთიანებული. და ბალანსი უნდა იყოს, რომ კარგი პროდუქტის შექმნა და კარგი თამაში გააკეთო. ჩვენ ყავს ძალიან ბევრი ნიჭიერი მხატვრები, მაგრამ თამაშის კონცეპტ არტები რო ხატო, ეს სხვა რაღაცაა და შენ თავზე მუშაობა გიწევს და გამოცდილება გჭირდება და მეტი მუშაობა თავზე. Sound დიზაინერი ერთია და კომპოზიტორი ერთია, მაგრამ თამაშებისთვის რო დაწერო, იქ სხვადასხვა მოწყობილობებს, სხვადასხვანაირი სპიკერები აქვს, სხვადასხვანაირი ეს უნდა იცოდე, ან გამოცდილება უნდა კონდეს, ან უნდა ცადო. აქაც შენ თავზე მუშაობა გიწევს. რაც მეტი იცი სტატისტიკა, ხელოვნური ინტელექტი, ყველაფერი გამოგადგება. მიზანსტრაფული უნდა იყოს ადამიანი და ძალიან უნდა უყვარდეს, რასაც აკეთებს. ძალიან კარგ პროფესიონალებს ვისმენ, განსაკუთრებით ჩემ პროფესიაში, რომლებიც მარტო თავისთვის არიან, ძალიან მაგარ პროდუქციას ქმნიან, მაგრამ ვერ ვითარდებიან და ვერ იზრდებიან მასშტაბებში, იმიტომ რომ სხვა ადამიანებთან უჭირთ ურთიერთობა. ერთობლივი მუშაობის შედეგია გინდა პატარა, გინდა დიდი თამაში. ბევრი სხვადასხვა ხასიათის პროფესიის ადამიანებს ერთად უწევთ ერთ პროდუქტზე მუშაობა და ესენი თუ ერთი ხედვით არ არიან გაერთიანებული და ერთი მიმართულებით არ მიდიან, ხარისხიან პროდუქტს ვერ შექმნიან. ძალიან კარგი საშუალება არის ეს ინდუსტრია, რომ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი გამოხატო მაქსიმალურად. გამოხატო თან ისეთ მიმართულებით, რომ შექმნა შენი სამყარო საკუთარი, სამყაროები სხვა თამაშებში, მაგალითად, უფრო დიდი ტანის თამაშებში შეიტანო კორექციები იმ სამყაროში, შექმნა კონცეფციები და განავითარო შემდეგ ეს. დაინტერესოს ხვევი, რომ დაანახო შენ შიგნით რა გაქვს და რა შეგიძლია შესთავაზო სხვას. ამ პროფესიის ერთ-ერთი მინუსი ის არის, რომ სიამოვნებას ვეღარ გებულობ, როცა game developer-ი ხდები თამაშებზე, იმიტომ რომ რაღაცას რო თამაშობ, მე უყურებ იქ ეს როგორ არის გაკეთებული, იქ რაღაც შეცდომას იპოვე, მე ეს ვთქვათ ამაზე ფიქრს იწყებ და მთელი თამაშის პროცესი გაგირბის. აი ეს რაღაცა აქვს იმას პროფესიას. ეს ინდუსტრია ბოლო 3 წელიწადია თავისი მოცულობით და შემოსავლებით უსწრებს თითქმის ყველა სხვა ფილმების ინდუსტრიას, წიგნის, აი ნებისმიერი ინდუსტრია აიღეთ, ყოველ წელს ლამის ორმაგდება შემოსავალი ამ ინდუსტრიაში. და თან როგორც თქვი, ყველანაირი პროფესიის ადამიანი შეიძლება დასაქმდეს და ესეცაა. ეს რამშენებლობაა? ოღონდ როგორ რამშენებლობა? არქსმენიათ? იმაგან ტელევიზორს არ უყურე. Game industry-ში ძალიან ადვილია, როგორც ტესტერმა ესე დაიწყო პროფესია. მიდიხარ კომპანიაში და დიდი კვალიფიკაცია არ ჭირდება, მაგრამ არანაირად არ არის უმნიშვნელო და ისეთი პროფესია. ძალიან უნდა გეყვარდეს თამაში, უნდა გესმოდეს როგორ მუშაობს და იწყებ როგორც ტესტერი და იქ უნდა აღმოაჩინო შეცდომები და ძალიან საპასუხისმგებლო პროფესია. მაგრამ როგორც თქვი, საკმაოდ ადვილია ბევრ ცნობილ game developers და designers, პროგრამისტს, artists თავიდან დაუწყია როგორც game tester-ად მუშაობა. იდეა რო გაქვს, ამ იდეას ფასი არ აქვს. თავარი ამ იდეის რეალიზაცია. სულ ჯობია რაღაცა აკეთო, ვიდრე იჯდე და არ აკეთო და უცნებობდე ასე ვთქვათ. ჯობია იჯდე, აკეთო, შენ ყოველი შემდეგი უკეთესი იქნება. მე მეგობარ შეიცენ, მე ვიღაცას მოეწონება, შეიძლება ვიღაცა დაინტერესდეს და აუცილებლად მოხარ წარმატება, თუ ნამდვილად გინდა და მიისწრაფე ამისკენ.